მოგესალმებით მეგობრებო, დეთხნიანი პაუზის შემდეგ მე დაგიბრუნდით ჩემი ახალი უძლიერესი შემეცნებითი ვიდეოთი და წინა ვიდეო თუ გაქვთ ნანახი ჩემი გემახსოვრებათ ალბათ რომ ეს იყო როგორ გავხდეთ 10,000 ლარიონერი და დღეს მე წარმოგიდგენთ ახალ ვიდეოს იმის შესახებ თუ როგორ გავხდეთ მილიონერი, ხო? პირველი კითხვა დაგებადებოდეთ. სად იყავით ბატონო დავით ამდენი ხანი? დაიკარგეთ YouTube-დან თქვენი შემეცნებითი ვიდეოები მოგვაკლდა. ძალიან მოგვენატრეთ, გვიყვარხართ და ასე შემდეგ. ვიცი. მაგრამ მე ოპს და სისხლს ვხრიდი რომ ეს მილიონი მეშოვა და თქვენთვის ეს ვიდეო ჩამეწერა, ხო? და ალბათ მეორე კითხვა იქნებოდა რომ 10,000 ლარიონერის შემდეგ 100,000 ლარიონერზე რატომ არ იღებ ტუტორიალს ბატონო დავით? პირდაპირ მილიონერობაზე, ანუ როგორ, ხო? ეს გეტყვით ახლა რა. 10,000 ლარიონერი ხო გავხდი და შემდეგ ისე უცებ გავხდი 100,000 ლარიონერი და მე მილიონერი, რომ ანუ ამ დროში ვიდეოს ჩაწერა ვერც მოასწარი 100,000 ლარიონერზე, ისე უცებ გავხდი მილიონერი, ხვდებით? და აქედან გამომდინარე ვერ გადავიღე ვიდეო თუ როგორ გავხდეთ 100,000 ლარიონერი. თუმცა მე გადავიღებ ვიდეოს იმის შესახებ თუ როგორ გავხდეთ მილიონერი, ხო? ანუ თავარი კითხვა რაც გაგიჩნდებოდათ ალბათ არის ის რომ როგორ გახდეთ მილიონერი. ჯერ თქვენ ხომ 21 წლის ღლაპი ბრძანდებით. როგორ ჯერ ხო 19 წლის იყავით 100 ლარიონერი იყავით და უკვე მილიონერი 21 წლის ასაკში ეს გასაოცარია და დაგეთანხმებით მეც პირდაპირ გაოცებული ვარ ჩემი თავით და შესაძლებლობებით, რომელსაც მე წარმოვადგენ და იმ პოტენციალით რაც გამოჩნია, ზოგჯერ მაშინებს კიდევაც ეს მყაველია, თუმცა რას ვისაუბროთ, პროგრესი არის აუცილებელი და მე პროგრესს არასდროს არ შევაჩერებ და ყოველთვის წინ და წინ წავალ და თქვენც გასწავლით ამ ასე ვთქვათ წინსვლის მეთოდებს. და დავიწყოთ, ხო? რა მოხდა ამ თითქმის 1 წელიწადში, რაც ვიდეო არ დამიდია, თუ არ ვიცი რამდენი დრო გავიდა, როგორ გავხდე მილიონერი და ასე შემდეგ, ხო? ალბათ გახსოვთ ისტორია, როგორ გავხდი 10,000 ლარიონერი, თუ გაქვთ ნანახი ის ვიდეო. გემახსოვრებათ, რომ მე მქონდა 1000 ლარიონერი სამსახური. ცოტა მეტი 1000 ლარზე, ამას პირობით მნიშვნელობა არ აქვს. და ესე თვეში 1000 ლარი, ესე და გავხდი 10,000 ლარიონერი, ხო? და კითხვა დაგებადებოდათ, რომ ახლა 1000 ლარიონერული სამსახურით როგორ გახდიო მილიონერი, ხო? იმიტომ რომ მილიონერი რო გახდე 1000 ლარიონერი სამსახურით, უნდა იმუშაო 100 წელი. და ეს მათემატიკა, ანუ ჯერ მარტო 1 წელი გავიდა და 100 წელი არ გასულა და როგორ გახდი მილიონერიო, კითხავდით, ხო? მე მოგახსენებთ ამ ყოველივეს, გთხოვთ ასე ვთქვათ, ღვედები შეიკართ და ყურდასმით მომისმინოთ რა. იმიტომ რომ ბევრი ვერ გაიგებს ამას, ბევრს მოუწევს რომ 2-ჯერ უყუროს ამ ვიდეოს, 3-ჯერ, 4-ჯერ და შეიძლება მაინც ვერ გაიგოს ეს, ამიტომ ყურდასმით და ყურებით მომისმინეთ და გულის ყურით და ასეთი მსგავსი ყურებით მომისმინეთ, გთხოვთ. ესე იგი რა მოხდა, ხო? მაქვს 1000 ლარიონერი სამსახური, ხო? ფიქრობ როგორ შეიძლება ხელფასი დაждდეს იმდენი, რომ გავხდე მილიონერი და დავფიქრდი და ეს 100 წელს მოითხოვს, ხო? 100 წელი ძალიან ბევრი, 100 წელი შეიძლება სულ არ ვიცოცხლო, ხო? და აქედან გამომდინარე მე ასეთი რაღაც მოვიფიქრე, ხო? ჩემი გონება ჩაწოდა ამას. მე სივრცისა და დროის, ასე ვთქვათ, ზღვარი გადავლახე და ასე ვთქვათ, წავედი მომავალში 100 წლით და უკვე ანუ ხვდებით ხო სად მივდივარ? 100 წლის ხელფასი ავიღე წინასწარ. მოკლედ რომ ვთქვათ. ალბათ ახლა დაფიქრდებოდით და ლოგიკური კითხვა დაგებადებოდათ, ბატონო დავით, თქვენ სადღაც ხომ არ გაქვთ ალბათ ესეთ კითხვა, მაგრამ ანუ არა, მეგობრებო, მე შექმენი ისეთი მანქანა ეგრეთ წოდებული, რომელმაც მომცა შესაძლებლობა რომ ასე ვთქვათ, მომავალში გადავსულიყავ, ხვდებით, მომავალში გავედი, ეს 100 წლის ხელფასი ავიღე და უკან დავბრუნდი, ხვდებით, ხო? ანუ 100 წლის ხელფასი ავიღე უბრალოდ და დავბრუნდი უკან. და ახლა ვარ მილიონ ლარიონერი, ხო? მაშინ ახლა
თქვენც გინდათ ხო ეს ვიდეო იმიტომ ჩადეთ და თქვენც გინდათ მილიონერი გახდეთ და კითხავთ რომ ანუ შეიძლება მომწეს მანქანა ან მე როგორ ავაწყო სახლის პირობებში სახლის პირობებში ცოტა რთული იქნება მანქანის აწყობა ბევრი დენს წოვს და ასე ვთქვათ ამ იდეასაც ვერ გავცემ იმიტომ რომ შეიძლება ბოროტმა ტიპებმა უყურონ ამ ვიდეოს და ეს ფული იშოვან და შემდეგ ცუდი მიზნებისთვის გამოიყენო, ხვდებით? ამიტომ აქ ვერ დაგიდროპავთ ამ იდეას და რომს დაგიდროპოთ, ან თქვენი გონება, ასე ვთქვათ, ვერ ჩაწდება, ხვდებით? ამას მაღალი IQ ჭირდება, მაღალი ინტელექტი უნდა რომ მიხვდე, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი, ეგრეთ წოდებული, რომ მომავალში წახვიდე, შეაგროვო შენი ხელფასი 100 წლის განმავლობაში და დაბრუნდა უკან საკმაოდ რთული პროცესია, ანუ ყველა ვერ შეიძლება, ხვდებით? თუმცა მე ამ ვიდეოში მაქვს სხვა იდეები, თუ როგორ შეიძლება გახდე მილიონერი, ცოტა უფრო ასე ვთქვათ, დაბალი IQ-ს მქონე ხალხისთვის, იმიტომ რომ ყველა შემსავით ესეც თქვენი ვერ არის და მანქანას ვერ აწყობს, ამიტომ თქვენთვის მაქვს ეს რჩევები, როგორ გავხდეთ მილიონერი მოწიფულ ასაკში და ახალგაზრდობაში, ხო? ნუ პირველი, რაც უნდა დავიმახსოვროთ, რომ პატიოსანიშნავით ჩვენ მილიონერი ვერ გავხდებით ახალგაზრდობაში, ეს არის შეუძლებელი და ვინც ესე გეუნებათ, მას თქვენთვის ცუდი უნდა დაიმახსოვროთ. იმიტომ რომ შეუძლებელია პატიოსანიშნავმა დავიწყოთ, ხო? კაი. ნუ რა, არაპატიოსნური გზით შეგვიძლია გავხდეთ მილიონერი, ახლა ამ კითხვას დასვათ და გეტყვით. პირველი რაც მაგონდება ეს არის რომ შეგვიძლია ქიმია ვისწავლოთ ძალიან კარგად და დავიწყოთ მეტამფეტამინის გაკეთება და მისი რეალიზება, მაგრამ აქ თავარი ფიგურა, თავარი ასე ვთქვათ key მომენტი რა არის ხო აქ, რომ არ დაგვიჭირონ. ეს არის თავარი. აქედან გამომდინარე გირჩევთ რომ ანუ პოლიციის უფროსთან ლოკალურად ანუ გააჩნია ქალაქს რა, თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, რავი, სადაც მოღვაწეობთ და აპირებთ მეტამფეტამინის გასაღებას, ჩაიწილოთ, ხვდებით, მიხვალთ, შესთავაზებთ ვთქვათ 20% მოგების და ეს პიროვნება იტყვის რომ ნუ რატომაც არა ეხლა 1,20% 10 მილიონი 20% ძალიან დიდი ფულია და ეს პიროვნება დაკრიშავთ ეგრეთ წოდებულად და ასე ვთქვათ თქვენ შეძლებთ რეალიზებას თქვენი მეტამფეტამინისა თუ კოკაინისა თუ გააჩნია რა ნარკოტიკულ ნივთიერებებს დაამზადებთ, ხო? გააჩნია ყველაფერს. შემდეგი იდეა, რაც ესე მომდის თავში, რომ გახსნათ საპონჩიკე სკოლების წინ და ანუ თქვენ სტატისტიკას თუ ეცნობით, მომავალ თაობა უფრო ასე ვთქვათ მსუქანი მოდის, ხვდებით? ჭამა უყარს, მატა. და აქედან გამომდინარე, ბავშვები რომ დაინახავენ საპონჩიკეს, მშობლებს ეტყვიან, რომ პონჩიკი მინდა. მშობელი რა თქმა უნდა თავის შვილისთვის ყველაფერი ემატება. ამოიღებს ჯიბიდან 5 ლარიანს, მიცემს ბავშვიც მოვა თქვენთან და 5 ლარის პონჩიკებს შეჭამს, ხო? თქვენ რა 5 ლარი ან წარმოვიდგინეთ 5 მილიონი ბავშვი. 5 ლარით მოდის და გევნებათ პონჩიკი მომეცით. ეს უკვე 5x5 25 მილიონი ლარი მეგობრებო, ანუ რა ძალიან მარტივად. უბრალოდ თავარი თემა ისე რომ კარგი მეპონჩიკე გჭირდებათ, რომელიც ესეთ პონჩიკებს გააკეთებს, რომ ბავშვებს ასე ვთქვათ მოეწონათ და ყოველ დღე იყიდონ და ეს უკვე დღეში 5 მილიონი ლარია მეგობრებო. დასაფიქრებელია, შეიძლება მე თუნდაც გავხსნა ეს ბიზნესი, როცა აქამდე რატო არ მომიდა ეს იდეა. კიდევ რა გზები არის რომ ახალგაზრდა ასაკში შევძლოთ და ვიშოვოთ მილიონი, ხო? თქვენ შეგიძლიათ მოხვიდეთ მთავრობაში, შექმნათ ეგრე თქვენი პარტია, ახალგაზრდული პარტია. და ანუ ახალგაზრდებს უთხრათ რომ აი დროა შეიცვალოს ქვეყანაში ყველაფერი ბლა ბლა ბლა, არ ვიცი ეს თქვენ ტექსტები უნდა დაწეროთ კარგად რომ ამრჩეველი მოიზიდოთ და შემდგომ უკვე რასაკეთებთ, ხო? აგეშეს მოხვდეთ პარტიაში, ხო? შემდეგ გამოაცხადებთ ტენდერის გზის გაკეთებაზე და ამაში ჩაიდება მილიარდი ლარი, რეალურად თქვენ 5 ლარს დახარჯავთ და დანარჩენ 9,500,500,600,700 ლარს მოტეხავთ და მარტივად გამდიდრდებით საკმაოდ. მთავარია ინვოისებს და რაღაცებს როგორ იმაიმუნებთ და როგორ შეავსებთ და როგორ დააჭერებთ ხალხს რომ რეალურად ამ გზის გაკეთებაში მართლაც მილიარდი ლარი ჩაიდო და არა 5 ლარი. ეს ერთ-ერთი კარგი იდეაა. მე მგონი დღეისათვის ნაყოფიერი იდეები მოგეცით, როგორ გავხდეთ მილიონერი ახალგაზრდა ასაკში და
შემდეგ ვიდეოში უკვე გასწავლეთ უკვე მილიარდერი როგორ გავხდეთ, არ ვიცი რა დრო დამჭირდება ამისთვის, რომ მილიარდერი გავხდე. მაგრამ ნახოთ. ახლა დამოიწყდა ვიდეოს დასაწყისში მეთქვა და ალბათ კითხვები გაგიჩნდებოდათ, ხო? მილიონი თუ გაქვს, ისევ ხრუშოვ კაში რატო ცხოვრობ, ისევ გაცვეთილი ყურსასმენები რატო გიკეთიათ და ისევ ძველი ლაიფსტაილით რატო ცხოვრობ, ხო? მილიონი გაქვს, წალი დახარჯე, რაღაც ლაქშერი ცხოვრება, რაღაცა მანქანები, ნაშობა, ასე შემდეგ. მე ყოველთვის ვამბობდი, ქადაგებდი და კიდევ გიქადაგებთ, რომ თუც როცა იშოვე. თავარი ის კი არის, რაში დახარჯა. თავარია რომ გაქვს ის ფული, ხვდებით? თავარია ეს გრძნობა, რომ ფული გაქვს, რომ ეს ძალაუფლება, ფული გაქვს. თუ დახარჯე ეს ფული, რაღაც გინდა, ხო? თუ ფული აღარ გაქვს, ისთვის იწვალ და ისთვის იშოვე, რომ ფული აღარ გქონდეს ისევ? ეს რა მენტალიტეტია, მე არ ვიცი ეს. ეს არის ქართული მენტალიტეტი, ხო? ფული უშოვე და რატომ უნდა დახარჯო, შვილი? რატომ? ფული გაქვს, შეინახე. მოთაკის ქვეშ ამოდე, რაღაც ჯიბეს ჩაიდე, რაღაც. ფული გაქვს, ფულის შეგრძნება გაქვს, რომ ფული მაქვს. ფული მაქვს. ამას რა ჯობია, ხო? მე ახლა აქ არის საფრთხე, რომ ვიღაცამ გაგძარცვათ, ხო და თქვენი ამდენი ნაჯაფით ნაშრომი წყალს ჩაიყრას, მარაურად. ეს წყალჩაყრილი არ გამოდის, იმიტომ რომ წარმოვიდგინე მილიონი ქონდა და ვიღაცამ წაგართა, ხო? ბემ. მილიონი აღარ მაქვს. მაგრამ თქვენ უკვე მენტალიტეტი გეცვლებათ, მილიონი ერთხელ თუ ვიშოვე. თუ მეორედ არ შემიძლია ვიშოვე. და აი მენტალიტეტით უკვე როცა ივიდით, თქვენ ჩასვავთ, რომ მილიონს კი არა მილიარდსაც და ტრილიარდსაც ვიშოვით და ილონ მასკსაც გადაასერებთ ამ აყუთებში. დღესაც სულ ეს იყო მეგობრებო, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ და შევხვდებით არც თუ ისე ახლო მომავალში. ნახვამდის.